მთელი მსოფლიოდან ქონდა ამ ყველაფერს გამოხმაურება და მართლაც არ ვიცი, არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროდან, ხო? სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმაც მიაგეს მის უსმიდესობას პატივი. ჩვენი მაყურებელიც ხშირად აღნიშნავდა ამას და კომენტარების სახით, რომ ცოტა ტენდენციურობა გამომჟღავნდა რაში. არც ერთმა ქართულმა ტელევიზიამ არ გააშუქა მაგალითად პრეზიდენტ ლუკაშენკოს, პრეზიდენტ პუტინის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სამძიმარი, რომელიც რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს არ ვიცი, რას უნდა დაუკავშიროთ. ხო არ შეიძლება ესეთი გლოვის დღეებშიც კი ვიყოთ ტენდენციურები და ამ რაღაც ანტირუსული პოლიტიკის არ ვიცი რა ქვია ამას, ამ სიგიჟეში გახვეული კვლავ. რას უკავშირებთ თქვენ ამას? მე არ მინდა ესე გამომივიდეს, რომ თითქოს რაღაც განსაკუთრებულად გამოყო, მაგრამ თავად მათ გამოყვეს განსაკუთრებულად და მათ მიანიჭეს როგორც ჩანს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი გაშუქდა. გარდა ამ ადამიანების რუსეთის განმომავალი, რუსული სამყაროსგან მომავალი სამძიმრების გარდა თითქოს ისინი არც არსებობენ. არავის ამაზე არ უსაუბრია. ჩემი აზრით არის ეს ერთგვარად გულდასაწყვეტი იმ კონტექსტში, რომ გლოვას არ უხდება ასეთი დამოკიდებულება. მე გეტყოდით, რომ რას ნიშნავს და ეს არის ჩვენი ხელისუფლების იდიოტური და შეუგნებელი სახელმწიფო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა. აქ ყველა არხზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არიან სოროს ვირთხები მოკალათებული, სხვადასხვა არასამთავრობო ევროპულ ორგანიზაციებში გაზრდილები და მათთვის არაფერს არ ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მე ვიტყოდი იმას, რომ რეალურად ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, რომლებიც იქ ვითომ ემთხვეოდნენ პატრიარქის ნეშტს და ვითომ ჯვარს ემთხვევიან, მაგრამ მათში არის ფარისევლობა, იმიტომ რომ ქრისტიანისათვის, მართლმადიდებლისათვის, რუსი მართლმადიდებელიც ძმა, ბელორუსი მართლმადიდებელი ძმა, ბერძენი მართლმადიდებელი ძმა, სერბი მართლმადიდებელი ძმა და ასე ბულგარელი მართლმადიდებელი ძმა და ასე შემდეგ. უმნიშვნელოვანესი იყო რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სამძიმრის წერილიც, მათი პატრიარქის კირილეს სამძიმრის წერილიც და ლუკაშენკოსი და აუცილებლად უნდა გაეშუქებინა საზოგადოებრივ არხსაც და ამ ხელისუფლების ხელის ტელევიზიებსაც, როგორიც არის იმედი პოსტივი და ეს მაესტრო. უნდა აუცილებლად, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში დალაგდეს ნორმალური ურთიერთობა, აუცილებლად უნდა აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და მჭიდრო კავშირები უნდა დამყარდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშე. ტყუილია, ეხლა თუ ვინმეს გონია რომ მე ვიღაცაზე ნაკლებად მიყვარს საქართველო, ან საქართველოს ისტორია ცუდად ვიცი, ძალიან ცდება. ნებისმიერ ეთერში ნებისმიერს დაუჯდები. მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორიიდან, თუნდაც მე-17 საუკუნიდან გამომდინარე, თქვენ მარტყოფის ომი ახსენეთ. გიორგი სააკაძის მკვლელობაში თურქეთში ხელი უდევს ინგლისის დაზვერვას. ეს არის უახლესი მასალები ავსტრიის არქივში აღმოჩენილი, რომელიც ჩემ მე-13 ტომში იქნება დეტალურად დოკუმენტები დაბეჭდილი. ეს ნამდვილად ძალიან დიდი სიახლეა სასაწყენო. ხო, და არც ის ვერსია, რომ თავი მოკვეთეს, არ არის სწორი. მოწამლეს და დაწვეს ქართველები იქ. ეს არის რეალობა. ეს დოკუმენტალურად ინგლისი რა კავშირშია? ინგლისი კავშირშია იმაში, რომ ინგლისი არის პირველი ხელი, რომელსაც ირანიდან აბრეშუმი გააქვს ევროპაში. და მას არ აწყობს ირანის იმპერიის დასუსტება და საერთოდ არეულ დარეულობა და სააკაძე კიდე აკეთებს ანტიმაჰმადიანურ კოალიციას. არა მარტო ანტიირანულ, ან ანტიოსმალურ, ანტიმაჰმადიანურ კოალიციას, რომელიც სწორედ ევროპული წყაროებიდან არის, ახალი ევროპული წყაროებიდან აღმოჩენილი. ეხლა რაც შეეხება ამ იმას, რა ქვია, ისე დაუბრუნდები. აუცილებლად უნდა გაეშუქებინათ ეს წერილები. მე გავიხსენებ, რომ კათოლიკოს პატრიარქი თვითონ ჩაბრძანდა
პუტინთან ძალიან თბილი მიღება მოუწყეს მას ძალიან თბილი მიღება მოუწყეს და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმ დროს ეს ეხებოდა თუ არ ვცდები მაშინ აი პერევიდან რუსების გასვლას და ასე შემდეგ და აი ამ პროცესებს მაგრამ პატრიარქმა ძალიან დიდი როლი ითამაშა თუნდაც იგივე 2008 წლის აგრესიის შეკავებაში და ასე შემდეგ იმიტომ რომ პატივს სცემდა მთელი რუსული პოლიტიკური ელიტა და დღესაც პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას უფრო მეც ვიტყვი არც ერთ ქვეყანაში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ისი არ გამოცხადებულა პატრიარქის გარდაცვალებაზე გლოვა როგორც გამოცხადდა რუსეთში რუსეთის ყველა ტაძარში აღევლინა სამგლოვიარო პარაკლისი სამგლოვიარო მესა სწორედ ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აი დაწყებული კენიგსბერგიდან დამთავრებული ვლადივოსტოქამდე ეს შემთხვევითი არ არის ეს მათ შორის პირადად რუსეთის პატრიარქმა აღავლინა და ყველა ეპისკოპოსმა თავის ეპარქიაში პეტერბურგი იქნებოდა თუ ფსკოვი თუ სხვა ყველგან აღავლინეს ეს სამგლოვიარო ეს შემთხვევით არ ხდება ჯერ ერთი რუსეთი არის ჩვენი მართლმადიდებელი მეზობელი აი ჩვენი დაჯახება ერთმანეთთან ეს არის როგორც საქართველოს ასევე რუსეთისთვის ცუდი ეს არის სწორედ დასავლეთის პოლიტიკა რომ სამხრეთ კავკასიაში მუდმივი პრობლემა ჰქონდეს რუსეთს სწორედ ამ რეგიონში უმთავრეს მოთამაშესთან როგორიც არის საქართველო თან საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყანა ჩვენი ისტორია გადაჯაჭვულია რუსეთთან გადაჯაჭვულია გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ამ მეზობელს ვერ მოვიცილებთ ძალიან გონიერი კაცი იყო და დიდი მეფე იყო ერეკლე მეორე რომელმაც სწორი ნაბიჯი გადადგა როდესაც ხედავდა რომ მუსულმანურ გარემოცვაში იყო ქვეყანა ჩავარდნილი და გიორგიევსკის ტრაქტატი დადო თუმცა დღეს ბევრი ლანძღვა ხდება არაფერი ლანძღვა ესენი არიან ვინც ლანძღავენ ესენი არიან დასავლეთის გრანტები და დამაძღრები და სხვათა შორის ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია და გეოპოლიტიკა იოსებ სტალინმა რომელმაც სწორედ აი ამ ურთიერთობას ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობას ძალიან შეუწყო ხელი იგივე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აი ეს მოახერხა დასავლეთმა რომ ჩვენ მომავალ თაობას რუსეთი დაუსახა მარადიულ მტრად სწორედ დასავლეთის წაქეზებით დასავლეთის გარკვეული ძალების მასონური ძალების კარნახით მოხდა ჩვენი აფხაზეთის დაკარგვა და გადაადგმევინეს სწორედ შევარდნაძეს ეს ნაბიჯი ეგრეთ წოდებული გახმაურებული რომ რკინიგზის დაცვის და ამის მიზნით და შეუშვა იკიტოვანი და ასე შემდეგ აი ეს პროცესები რა იყო ყველაფერი დასავლეთის ამ წრეების დაკვეთით რომელსაც მარადიულად უნდოდა რომ რუსეთთან ყოფილიყო დაძაბული ვითარება და მიაღწიეს და ეხლა მე იცი რა მეკვირს თენგო დავით გარეჯის საკითხზე რუსთაველის პროსპექტზე გინახია თქვენ მიტინგი აკაცუკებს რო ეძახიან და რაღაცა ამნაირ ხალხს არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით ქართული მიწაწლის გაყიდვასთან დაკავშირებით გამართულა მიტინგები იქა? აი მე 6 სასამართლო მქონდა ამ არაბულ მიწებთან დაკავშირებით 1-5 მოგებული მაქვს. რომელმა შეიტანა ერთი მაინტერესებს აი მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა რომ აი გააპროტესტოს ეს მომენტი. არავინ ხო? არიან ჩუმად გაჩერებულები და ხო ეს ფული ამბავია თან საუბრობდით ერეკლეზე და აი როგორ უნდა არ ვიცი რა პროპაგანდამ უნდა მოახდინოს ის ეფექტი რომ ადამიანს დააჯეროს რომ აი ერეკლე მეფეს მაგალითად არ უყვარდა თურმე საქართველოს მან არ იცოდა პოლიტიკა მას არ ესმოდა ასწავლებოდა და აი 17 წლის ბავშვი დარბის იმან იცის ტანზე ალბათ 1-200 ჭრილობა ქონდა ადგილი არ ქონდა რომ დაჭრილი არ ყოფილიყო რას მელაპარაკებით კაცო ერეკლე მეფე იყო ძალიან დიდი მეფე ძლივს გამოიყვანეს იმის რა ქვია კალასხიდან ძლივს გამოიყვანეს ავლაბრის გავლით ეგერი მაშინ ანანურში რო გააქციეს
200 კაცი აღარ ყავდა დარჩენილია რა თელიას აღა მაჰმად ხანის ხროვა მოსდევდა ხო და ძალიან კარგად ხედავდა დემოგრაფიულ ვითარებას საქართველოს იყო სადღაც 800,000 კაცამდე დარჩენილი ისმით აი ანუ ერი კატასტროფის წინაშე იყო ერი გადარჩა ამ შეერთებით თუნდაც იგივე იოსებ სტალინის გონივრული პოლიტიკით 5 მილიონ ნახევარს მიაღწია საქართველოს 5 მილიონ ნახევარს აღორძინებული იყო მეცნიერება განათლება კულტურა სპორტი ხელოვნება ჩვენი თეატრები ჩვენ ეხლა შეხედეთ ერთი ნორმალური ქართული ფილმი მითხარით ეხლა გარდა აი ჩემი სტუდენტი იყო უბწყინვალესი ხელოვანია გიორგი ოვაშვილის გაღმა ნაპირი და ის ჩემი სტუდენტი იყო სხვათა შორის პირველი გპი აქვს დამთავრებული მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და მე დაამთავრა ის რა ქვია თეატრალური სარიეს უნიჭიერეს აი და აი ქრისტეს საფლავზე ბატონი რეზოჩხეძის გახმაურებული სხვა ფილმი მითხარით აი ამ ეპოქაში რაც არის გადაღებული და იმ კომუნისტური რეჟიმის პირობებშია გადაღებული მონანიება ბატონო იყო შაშვი მგალობელი ფესვები გიორგი სააკაძე ბასიაჩუკი არსენა ოძელაშვილი დათა თუთაშხია როცა აყვავდა ნუში ღიმილის ბიჭები და ასე შემდეგ ხო აი მითხარით სხვა და აი ის გამომჩა კიდე უნიჭიერესი შემოქმედი თემურ ბაბლუანის ფილმები სხვა ისიც ამათი კატალოგი კი არა კაცი საფრანგეთში მოღვაწე დიდი შემოქმედია ენაცვალე და ულოცა მე ამას წინათ იყო ბატონი თემურის დაბადების დღე და ულოცა ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე მიცეს მაგრამ აი ეხლა სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით ხო ვითხარით ეხლა რა ხდება ქართული ფილმები იბადება ჩემი ცოლის დაკალები ეს არის ისა ჩვენი კულტურის უმაღლესი თამასა აი ამაზეა ესე იგი მაშინ როდესაც ესე იგი დიდ გრანდებს ვიღებდით და ის აღარაფერს ვამბობ გოდერძი ჩოხელის უნიკალურ შედევრ ფილმებზე რა განადღეს ნიჭიერი მსახიობები აღარ არიან პერსპექტივას ვერ ხედავენ ბატონო იმიტომ რომ ფილმს არიღებ თეატრს ნორმალური დაფინანსება არ აქვს იმას ხელშეწყობა არ აქვს ეს არ აქვს ისა და არის ესე ჩავარდნილი დაფინანსება ვისაც კიდე ყოველ შემთხვევაში დაიშალა ის თეატრები რუსთაველზე არის ყველა გავარდნილი ეს ხო ესეც ფაქტია და მეორეც ეხლა რუსთაველზე კიდე ეს სახელმწიფო ღალატის ტოლფასია რაც ხელისუფლებამ ჩაედინა რომ არაბულ კომპანიას მისცა ისტორიული კინოთეატრ რუსთაველის შენობა სადაც ვარსკვლავებია გახსნილი ჩვენი სახელოვანი ხელოვანებისა. ეს იქნა გაიხსნა სამკომპანიის ოფისი. ხო, გაიხსნა კი რა წარწერა აქვს გაკეთებული, ხო, აქ უნდა გაიხსნას და გახსნილი აქვს და ყველაფერი. ხო და აი ესეთ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ნაბიჯებს ხელისუფლება არ უნდა დგავდეს. აი წეღარო თქვი რომ ფარისევლები არიან მეთქი, ხო? ერთგულება შენი ერის მსახურებაში გამოიხატება. პატრიარქი რატო დააფასა ერთმანეთს, რომ თვითონ პატრიარქი ყველას აფასებდა და ემსახურებოდა. აი კიდე ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, ეხლა მომაგონდა. შვილმკვდარი დედების ის რო შექმნა საკრებულო პატრიარქმა, რომ და თვითონ პირველ ლექციებს და თვითონ პირველ ქადაგებებს თვითონ უტარებდა. ერთხელ დავესწარე ესე იგი და თავი შევიკავე რომ ესე იგი ხმამაღლა იქ არ მეტირა. როცა ეუბნეოდა რომ თქვენი შვილები ცოცხლები არიან იცის ეცაში აი ხლა თქვენ გვერდით გიყურებენ ეს წრემლით კი არა სანთლით ამლოცვით დედის ლოცვა ამისლო ესე იგი ეს ხალხი გააცოცხლა აი მართლა შვილმკვდარი დედები ამიმედით გააცოცხლა ეკლესიისკენ მოატრიალა სანთელი დაანთებინა ეს ძალიან დიდი საქმე ამას დიდი ნუგეში რა უნდა ამ ხელა ნუგეში გააკეთა ხალხი ზოგი როგორ იყო იცით აი ხელით მოყავდა ახლობლებს ახლა მე აღარ მინდა ბევრს ვიცნობ მაგრამ და აი
გააცოცხლა ამ ნუგეშის ცემიდამით. აი ესეთი იყო პატრიარქი. ესეთი მინდა მე რომ მომავალი პატრიარქი იყოს. ეხლა მე კიდე რა არ მომწონს, იცით, როცა ამბობენ რომ ესო ახლა დაიწყო კრიტიკა რომ აი ტახტის მოსაყდრე მეუფეშიოს განათლება აქვს თურმე მიღებული სასულიერო განათლება მოსკოვში. არა, სად უნდა მიიღო? მართლმადიდებელი ქვეყანა უდიდესი რუსეთი ხო? სად უნდა მიიღო ერთი საინტერესოა ინგლისში? ბრიუსელში თუ ბრიუსელში? გეკითხებით რა. არ შეიძლება ესეთი იდიოტური კითხვების დასმა. რუსეთი არის უდიდესი მართლმადიდებელი ქვეყანა და უდიდესი ქრისტიანული ტრადიციების მქონე ქვეყანა. და ჩვენ პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ რამენაირად სახელმწიფო პოლიტიკა წარიმართოს ისეთ რომ რუსეთთან აღდგეს ურთიერთობა დიპლომატიური. რუსეთის მხრიდან რამდენიმეჯერ იყო ამ კუთხით ნაბიჯი გადადგმული, მაგრამ ესენი ყრუმუნჯებივით იქცევიან, იმიტომ რომ თუ დასავლეთიდან მაგათ მწვანეს არ აუნთებენ მაგ კუთხით. დასავლეთიდან მწვანეს კი არა, ცეცხლს აუნთებენ, ცეცხლს და ნავთს. დასავლეთიდან მაგალითად მწვანე აუნთეს, ესე იგი ნიშნავს, რომ უკვე გაყიდულია ყველაფერი და მე რაღა ფასია, სანამ აგინთებენ მწვანე, მანამდე შენ ინიციატივასაა ამ შემთხვევაში ფასი, ხო? აი ჩვენ იმიტომ ვახსენეთ, რომ არ გაშუქდა არც ერთ ტელევიზიაში თქო, ამას აქვს თავის პოლიტიკური დატვირთვაც, რადგან ქართულ საზოგადოებაში რაღაც პერიოდი გაჩნდა ის განცდა, რომ ხელისუფლება გეგმავს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. თუ მართლაც ჩვენი ხელისუფლება აქვს ეს ბუნებაში და აქვთ მოფიქრებული, რომ უნდა დაიწყოს რაღაც ფორმით ურთიერთობების ნორმალიზება, ახლა ალბათ ამაზე როგორ თქვა, ხელსაყრელი მომენტი, რომ რაღაც ფორმით, თუნდაც კულტურული, თუნდაც აი ამ წუხარების ჟამს რაღაც ფორმით მომხდარიყო დაახლოება, ამისი ნიშნები გაჩნდებოდა და საერთოდ ეხა იქაურ სამძიმარსაც კი რო არ აშუქებს აქ არც ერთი ტელევიზია და არც ერთი სამთავრობო არხი, ეს არის სამწუხაროდ ალბათ იმისი სიმპტომი, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება საერთოდ არაფერს არ ფიქრობს. თან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალბათ ბატონო ვაჟა იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იმყოფება დღეს მსოფლიო და ჩვენი რეგიონი. ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის მოლოდინი არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი უკვე დაწყებულია, რა თქმა უნდა, იმ დაბომბვებით და იმ უბედურებით, რაც ხდება ირანის ირგვლივ, ირანსა და ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ირგვლივ, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის საკითხი, რომ მზადდება დიდი სახმელეთო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, სხვა შორის დღესაც იყო ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დასავლური წყაროები წერდნენ, რომ მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ 10,000 ჯარისკაცით გაზარდოს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტი და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას შეიძლება უკავშირდებოდესო, როგორც ეს გამოცემები წერენ, რომ მართლაც სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან ირანში. ეს იქნება ალბათ იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს ამ რეგიონს და ამ რეგიონისთვის ახლა ომი უცხო ნამდვილად არასდროს არ არის. მე ეს იმ კონტექსტში მაინტერესებს, რომ ტრადიციულად, ისტორიულად რაც ხდებოდა ახლო აღმოსავლეთში, ყოველთვის აისახებოდა ჩვენზეც, ხო, ჩვენს, იმიტომ რომ ჩვენც ვართ ამ რეგიონის, აი ეს ფართო გაგებით ნაწილი. ასეთ ვითარებაში ვინ არის დღეს საქართველოსთვის პარტნიორი? ეს ხო აუცილებლად გჭირდება ესეთ დროს ვინმე, ვინც სახელმწიფო ან გაერთიანება, ან იგივე თუნდაც მათი დასავლეთი, მათი ნატო თუნდაც იყოს მათგანაც პასუხი, რომ აი საქართველოს ჩვენ დავიცავთ. დღეს ყავს საქართველოს თქვენი გადმოსახედიდან მყარი პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს ჩვენი ქვეყანა ასეთ რთულ დროს და ალბათ ილუზია იქნება მხოლოდ იმის იმედზე ყოფნა, რომ აი ჩვენი ძალებით შევძლებთ ამ ხელა ქარტეხილებს გადაურჩეთ. მე ხანდახან მართლა მრჩება ხოლმე შტაბ-ბეჭდილება, რომ აი ის რწმენა რო არ გქონდეს, რომ მართლა ღვთისმშობლის კალთა იფარავს ამ ქვეყანას, ან აქამდე როგორ მოვედით საერთოდ და როგორ შევინარჩუნეთ კიდე ამდენი ხანი მშვიდობა ამ ქვეყანაში, ცოტა რთული გასაგები არის ხოლმე ჩემთვის. თქვენი აზრით აი ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, ან საერთოდ აქვს თუ არა გეგმა ამ მიმართულებით? მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ხელისუფლება არის უვიცი ამ კუთხით და სულ წაწმედილი. ხელისუფლება არის გარკვეული დასავლური წლების მონა და ფულის მონა.
ჩვენ დასავლეთის და ნატოს მხარდაჭერა ბჭყალებში არაერთხელ გამოვცადეთ. არასდროს საქართველოსთვის გაჭირვებაში არც ნატოს და არც დასავლეთს მხარი არ დაუჭერია. მე არ ვამბობ ახლა რაღაცა ბოთლებით გამოგზავნილ წყალზე და პამპერსებზე. ჩვენ გქონდა უდიდესი კატასტროფული სიტუაციები, ხო, აფხაზეთთან დაკავშირებით. იგივე დალის ხეობასთან დაკავშირებით, სამჩაბლოსთან დაკავშირებით, ცხინვალის ომთან დაკავშირებით. სად დაგვეხმარა დასავლეთი და რა გააკეთა ნატომ ამ კუთხით. ან ეხლა რეალურად რას აკეთებს? ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად 10 ჯერ უფრო იაფად მიყავდათ ავღანეთში, ერაყში და ასე შემდეგ გამსახურებდნენ, თუ ამერიკელი ჯარისკაცი იღებდა $10,000, ჩვენს აძლევდნენ $1,000, ხო? აჰა, შეიძლება $1,500 მიეცათ. აი ეს დამოკიდებულება აქვს და ჩვენ ვართ დასავლეთის, აი ახლა დღეს ჩვენ ვართ დასავლეთის კოლონია, გამოუცხადებელი კოლონია. რადგანაც ჩვენი ხელისუფლება არის თავდაღუნული ამ კუთხით. აი ახლა ისე კაცო, მე რა მიკვირს იცით? დასავლეთი დიპლომატიური ტერმინებით დედას გაგინებს. ახლა აქ პირდაპირ გაგებით არ არის შენი დედა კი, ხო? დიპლომატიური ტერმინები დასავლეთ ეს იქნება ევროკავშირი, ეს იქნება სხვადასხვა ორგანიზაციების პირდაპირ ესე იგი ხა ისეთ შეურაც მყოფელ გამონათქვამებს ხანი კარგიშვებენ სანქცია დაგადეს ეს გაგიკეთეს იქ გაკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ესე იგი რო წავიდეს კაცი ვითომის არის მეგობარი და პარტნიორი ხო $15,000 უნდა გქონდეს ანგარიშზე შეკაიკრო $15,000 კაც იქ რაღაცა წავა რა აქ გააკეთებს რაღაცას არა $15,000 თან პლუსაცხვებს გააკეთებს ან მოხნავს ან დათესავს რაღაცას იცავს აი ესეთ კოლონიალურ მდგომარეობაში იმიტომ რომ დასავლეთს არასდროს მთელი ისტორიის მანძილზე და მე მინდა ამ აკაცუკურ იდეოტობის ხროვას გავაგებინო ხელისუფლების ჩათვლით დასავლეთს არასდროს არც ერთ ისტორიულ მომენტში არ უმეგობრია საქართველოსთან არ უმეგობრია არა მარტო საქართველოსთან თვით დიდი ქვეყნები რო იყვნენ ინდოეთი კოლონია თუნდოდა ალჟირი, ეგვიპტე კოლონია თუნდოდა. აზერბაიჯანი, ინგლისი კოლონია თუნდოდა. არაფერი სხვა მსგავსი მათგან არ მოდიოდა ესა. იყო ძარცვა-ყლეფა იგივე ჩვენი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის პირველ ხანებში ეს ნოე განძიყლაპია რო ყავდა ეს ჟორდანია, ხო? პირველი რო უხარია თამარ ხელშეკრულება დაიდო 1918 წლის 28 მაისო. გერმანიამ გაზიდა მთელი ჩვენი მარგიწიაღისეულია რა. და ეს იყო ხელშეკრულებაში ასახული. აი ამიტომ უნდიხარ შენ და თომას ვერ ხედავ, თომას ვერ გებულობ. ძალიან რთულია რომ საქართველოს გადაარჩინო და სწორხაზზე დაერქვა. აი, სულ მაინტერესებდა მეც ეგ, იმიტომ რომ ახლა მე არა ვარ ისტორიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ყოველთვის იყო ჩემთვის, არ ვიცი რა და ჰობი გატაცება იმ კუთხით, რომ აი სხვა ჯორი ჩემმა პედაგოგმა სკოლაში ბატონმა სპარტაკ ციქარიძემ არაჩვეულებრივმა პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ამ ხრივ რომ ისტორია შემაყვარა ეს ქვეყანა ამ ქვეყნის ისტორია შემაყვარა და აი იმის მერე მიუხედავად ჩემ პროფესიისა მუდმივად ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რაღაც საკითხებში მეტად ჩამეხედა გავცნობოდი თუმცა აი სამწუხაროდ ესეთი სისტემური ცოდნა ამ დარგის რა თქმა უნდა არ მაქვს ყოველთვის ამოუხსნელი იყო ჩემთვის რას უკავშირდება ეს დასავლური ნარატივი რომ საქართველოს ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი ანუ ისე წარმოაჩენ თუ აქ საუბარი არის რომ ჩვენ ვიყავით ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ეს თავისთავად ცხადია მაგრამ ნუ ქრისტიანული სამყაროც არ არის მხოლოდ ეს დასავლეთ ევროპა ხო ცხადია და ამ ხრივას თუ გქონდა ჩვენ კავშირები გქონდა ბიზანტიასთან და შემდეგ უკვე როდესაც ბიზანტია აღარ იყო და შემდეგ უკვე გამოჩნდა რუსეთი გქონდა რუსეთთან ესეთი კავშირები აი
როდის რა მომენტში რა ისტორიულ ეტაპზე იყო საქართველოს დასავლეთის პარტნიორი ან მისი ნაწილი ან როდის იყო ჩვენ შორის ისეთი კავშირები რომ დღეს ამ ხალხს აქ აი ამ ყველაფრის თქმის საშუალება რომ ჩვენ ისტორიულად ვართ თითქოს და უნდა დაუბრუნდეთ შინ ევროპაში აი ასეთი ლოზუნგი ყველია ახლა მე ესე მინდა პატრიარქს დაუბრუნდე კომუნისტური ეპოქა 1994 წელია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი სად განახორციელა პატრიარქმა სინას მთაზე და ალექსანდრიაში 1994 წელი კომუნისტური რეჟიმის პერიოდია ევროპაში მას არ ქონია ესეთი ვიზიტები იმიტომ რომ ევროპა არ არის მართლმადიდებელი ევროპის ძალიან მცირე ნაწილია მართლმადიდებელი ეს არის ბულგარეთი, მაკედონიის ძველი ესეც დასავლელი სლავები. დანარჩენი იქით კათოლიკეები, პროტესტანტები და ისინი ეს აბსოლუტურად განხეთქილებაა ჩვენ შორის, ხო? ეს ცნობიერი განხეთქილება, ეს არ არის უბრალოდ თეოლოგიური პოსტულატებით გამოხატული. აქ ცოტა სხვა რამეა. ამიტომაც მართლმადიდებლობა ქართველისათვის არის ეროვნული იდეოლოგია და შენ მასთან ვერასდროს ვერ მიხვალ ახლო. რატოა შენთან რუსი უფრო ახლოს, სერბი უფრო ახლოს, ბერძენი უფრო, იმიტომ რომ ჭირის და ლხინის ყველა პროცესი გაქვს ერთნაირი. ქრისტეში ერთნი ხართ ბერძენიც, ქართველიც, რუსიც, სერბიც. ანტიოქიელიც, აი ეს განსხვავება. რელიგია ხო არ არის მხოლოდ ის აქედან გამომდინარე. აი ხლა ავიღოთ ნებისმიერი ომი, ხო? მარტყოფის ომი იყო 25 მარტს აქ ძველი სტილით, ახალი სტილით 7 აპრილს. არ ყოფილა შემთხვევა, იგივე უმძიმეს მე-17 საუკუნეში, რომ თუნდაც ერთხელ დახმარებოდა ევროპა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სააკაძეს თხოვს პიეტრო დელავალეს და ემუდარება, რომ დაგვეხმარეთ, რომ აი ეს მაჰმადიანურ ურდოთა ეს ბორკილები მოგვაცილოთ, ერთად დავდგეთ. ჩვენ ხო ვართ ბასტიონი თქვენ გადასარჩენად. საქართველოს იყო ბასტიონი. დღეს რომ ევროპაში არის მშვიდი ცხოვრება, ქართველი ვაშკაცები შეეწინენ მათ მშვიდ ცხოვრებას. ჩვენ ვიყავით ის ციხე გალავანი, რომელსაც მაჰმადიანური ურდოები ეჯახებოდნენ და უკუიგდებოდნენ ხოლმე ჩვენი რაინდული ბრძოლების შედეგად. და ევროპა რჩებოდა მშვიდად. როგორც კი თურქეთი გაშლი გინდა, იქით ხმელთაშუა ზღვიდან, ხო? იქამდე მივიდა ავსტრია ვენამდეა რა. და ლამის ნახევარი ევროპა დაჩოქილი იყო და მიწას ჭამდა. ეგეც პოლონელებმა შემდეგ. ხო, ეგეც პოლონელების და გერმანელთა მეფის დამსახურება და ისაა, რომ აი ისტორიული მომენტები, თორე დანარჩენი რა, თრაკია და ისინი, როდის ფეხქვეშ გაიდო თურქეთმა რა. ამიტომაც დღეს თუ ახლო აღმოსავლეთში საქართველოს ამ ცეცხლოვან რეგიონში ინარჩუნებს სტაბილურობას ეს რუსეთის შიშით არის თორე 24 საათში შემოვიდოდა თურქეთი აქ მიუხედავად იმის გათვალისწინებით რაც ხდება ახლა აჭარაში შეხედეთ აჭარაში რაც ხდება თბილისშიც იგივე პირიქით ჩვენ უნდა დაგვეტოვა სამხრეთ საზღვარზე რუსული სამხედრო 2-3 ბაზა რომ ჩვენ დაცულები ყოფილიყავით და დაცულები ვიყოთ აი ეს არის ჩემი წინადადება ეს კოლონიაში შესვლას კი ანიშნავს რუსეთის არამედ სტრატეგიულ თანამშრომლობას სამხედრო თვალსაზრისით ეს იყო შეცდომა როცა ჩვენ გამოვედით რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ზონიდან ხვალზე გრო დაიწყოს მაჰმადიანურმა ჯარებმა შემოსვლა ვინ აღუდგება წინ გეკითხებით ეს აკაცუკები რუსთაველზე რო დარბიან
მათი პასუხია თუ ერთი რომ დააკაკანოს ავტომატმა ვინცად გაძრება და ვინცად გაიქცევა მე მახსოვს მათი პრეზიდენტი სააკაშვილი მაშინ ტროტუარის იმასავით რო თხრიდა ვირთხასავით იმას აკოფებს ასვალზე აი ამაშია საქმე მათი პასუხი არის აქ რომ ეს თურქეთის მაგალითად ექსპანსია და ეს ექსპანსიური პოლიტიკა ეს არის წარსულს ჩაბარდა ეს როგორ გეკადრებათ ხო აი მე მთელი ისტორია 1068 წლიდან დაწყებული დიდ თურქობიდან დაწყებული საქართველოს ყველაზე დიდი ტრამვა სისხლიანი ტრამვა მიაყენეს ოსმალო თურქებმა ყველანაირად ფიზიკურად დემოგრაფიულად ეკონომიურად სოციალურად დაანგრიეს აბსოლუტურად და იყო კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო თქვენ ეთერში რომ პირველი საერთაშორისო დიპლომატიური საზავო ხელშეკრულება ეს იყო ქუჩუკ კაინარჯის ზავი 1774 წლისა რომელმაც დაიცვა საქართველოს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები თურქული ექსპანსიისაგან რომელმაც განდევნა ცუცხვათის შორაპანის ქუთაისის ბაღდადის ციხეებიდან თურქული გარნიზონები რომლის 23 მუხლის მიხედვით აიკრძალა ქრისტიანული მართლმადიდებლური ტაძრების დანგრევა დასავლეთ საქართველოში თურქების მიერ რომლებიც მასობრივად ანგრევდნენ რატო არ არისო ტაძრები გურიაში აიო გურულებო ნაკლებად ღვთისმორწმუნე ძალიან კარგი ღვთისმორწმუნეები იყვნენ ეს არის თურქების დანგრეული ყველაფერი იქ დასავლეთ საქართველოში ტაძრები ნუ გურულებს გაუბედონ ერთი პირში მაგის აი ამაშია საქმე რომ მასობრივად ანგრევდნენ მასობრივად ამას და ესე იგი წარმოიდგინეთ რომ იმდენად თვალში საცემი იყო ეს მომენტი რომ ხელშეკრულება რომლის მონაწილე საქართველო არ არის რუსეთსა და თურქეთს შორის იდება 1774 წელს ქუჩუკაინარჯის ზავი 23 მუხლში რუსები როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები შეაქვთ ეს მუხლში რომ აიკრძალოს ქრისტიანული ეკლესია მონასტრების და იმების დარბევა დანგრევა და ხელი არ შეუშალოთ ეკლესიათა აშენებას და ძველი ეკლესიების რესტავრაციას აი სიტყვა სიტყვით არის ვისაც გაინტერესებთ და გონიათ რომ ამას მე ვიგონებ ნახეთ ქუჩუკაინარჯის ზავის 23 მუხლი ბატონები ეს როგორ უნდა ავხსნათ ისე ბატონო ვაჟა მაშინ საქართველო მართლაც არ იყო ხო ჯერ შესული რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ეს რუსეთის მხრიდან ერთგვარად პრეტენზია იყო გამოცხადებული რომ ის არის მფარველი მთელი ივერიის მფარველი მე გეტყვით ისტორიულად როგორ არის იცით ჯერ კიდე კახეთის მეფე ალექსანდრე მე-17 საუკუნის დასაწყისში პირველ წლებში წერილით მიმართავს რუსეთის ხელმწიფეს რომ მფარველობაში შეიფაროს ივერია და რუსეთი აცხადებს ივერიის მფარველობას სხვათა შორის იგივე როდესაც ლუარსაბი დაატყვევა შაჰ-აბასმა ვერაგულად ამ შადიმან ბარათაშვილის დახმარებით ბრჭყალებში то есть გაიძვერა კაცი იყო ძალიან ეს შადიმან ბარათაშვილი თუმცა ვიღაცა ისტორიკოსები კი ამართლებენ და სამარცხვინოთ მაგრამ რუსეთის მეფე წერს შაჰ-აბას რომ ტივაძის წიგნია სადაც არის ეს ქართულათაც და რუსულათაც ეს დოკუმენტები და სხვათა შორის არის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოსკოვში ეს არქივი დაცული ვისაც აინტერესებს აქაც არის და იქაც არის რომ ივერია ესე წერია ივერია არის რუსეთის სახელმწიფო მფარველობის ქვეშ და ივერიის მეფე გაათავისუფლეთ ჩვენ გთხოვთ უმორჩილესად იმიტომ რომ ამ დროს რუსეთს და ირანს ნორმალური ურთიერთობები აქვს მაგრამ რუსეთი ჯერ გამოჭრილი არ არის სამხრეთ კავკასიაში მოსულია სადღაც ასტრახანამდე და აი და აქეთ არ არის გადმოსული ანუ კავკასიის ქედზე და თავისი პრობლემები აქვს კიდე იქ შიგნითი პრობლემები ცრუმეფები და ასე შემდეგ მაგრამ წერს რომ ივერია არის რუსეთის მფარველობის ქვეშ როგორც ქრისტიანი ქვეყანა და გთხოვთ რომ მისი მეფე არაფერი დაუშავდეს თავისუფლეთ და ეს ვერაგი შაჰ-აბასი რას აკეთებს ესე იგი სანამ რუსეთის ელჩი ჩამოვა რომ და შეახვედრეთო ჩვენ ელჩო და ეს წამოიყვანსო რა მშვიდობიანად სანამ ელჩი ჩამოვა ისპაჰანში
ეს ყავთ სამხრეთ იმაში, რა ქვია, ირანში დატყვევებული ლუარსაბ მეორე და იმის, რა ქვია, საბელით მოაშთობინებენ და ხო, ლარით მოაშთობინებენ, თუმცა ამას ეტყვიან რუსეთის ელჩს როცა ჩამოვა რომ შემახვედრეთო ის რომ ხო მითხარით რომ დაპირდითო რომ გავათავისუფლებო კიო რაზე ავლაპარაკი შაჰაბასიეუბრება მაგრამ სათევზაოდ იყო წასული ბადე მოისროლაო და გადაყვავდა წყალში დაიხრჩო და ხო მოატყუა რომ დახრჩო ეხლა მაინც დამხრჩოს ხო ეთყობა რა და ბადე გაეხლართაო რა ყელზე და დაიხრჩო ამიტომ და აი თორე რაზე ალაპარაკი გა. ეს რაფოდა მაშინ რუსეთთან კავშირებსაც მგონი მისჯარ საერთოდ ინგლისელები წურთმნიდნენ მაშინ ამ ძმები შერლი ხო სამი ძმა შერლი ენტონი და ისენი კი ეს ინგლისელების გაწვრთნილი ჯარი დაამარცხა გიორგი სააკაძემ 1625 წლის 7 აპრილს ახალი სტილი და ძველი სტილი 25 მარტს მარტყოფის ულევარას ველზე აი დღეს არის 27 ხო აი დღევანდელ დღეს გიორგი სააკაძემ თბილისი გაათავისუფლა მთლიანად სპარსელებისგან ერთადერთი ნარიყალას ციხის გარნიზონიღა დარჩა შიკშეკეტილი და ისიც იმასაც ალყა შემოარტყა მაგრამ მე მოღალატეებმა ეს იყო ფარსადან გორგიჯანიძის მამა გორგიჯანიშვილი რომელმაც და ჭონიშვილი რომელმაც ღამე წყალი მიაწოდეს სპარსეთის გარნიზონს მაშინ წყლის რუები ჩამოდიოდა აი დღევანდელი ქართლის დედა რო დგას იქიდან ხის მილებით ჩამოდიოდა ხის ჯებირებით ჩამოდიოდა წყალი ნარიყალას ციხეში და ღამე გაიყიდნენ როგორც ახლა იყიდებიან გრანტებზე ხო მაშინაც იყიდებოდა ხალხი ხო ეს პრობლემა ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ რომ აი ესე მტერზე იყიდებოდნენ და ეს წეღარო დამისით კითხა რატოა საკვირველიო კაცო რომ ასე დასავლეთზე იმ დასავლეთის გრანტებით არიან დამძღრები აი იმ გრანტებზე არიან გაყიდულები ახლა 30 ვერცხლი იუდასი ზოგჯერ არის $3000 ზოგჯერ $3 მილიონი და ამ შემდეგ თამაშობს რა კურსი ერთ სიტყვით და ამიტომაც ჩვენი ხელისუფლება არის გაყიდული ხელისუფლება მე ვისურვებდი რომ ეროვნული ხელისუფლება მოსულიყოს ქვეყნის სათავეში იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ჩვენი სამშობლო ჩვენი საქართველო გაუსაძლის მდგომარეობაში ხალხი არის გაუსაძლის გაჭირვებულ მდგომარეობაში სოფლები დაცლილი გაუბედურებული სოფლის მეურნეობას არავინ ყურადღებას არ აქცევს ამას დაემატა ახლა აგერ ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა რომლითაც ეს მიქანაძე კობახიძე ანგრევენ ჩვენ განათლების სისტემას რომ თურმე არ არის საჭირო 19 უმაღლესი სასწავლებელი რა საჭიროა საქართველოში აი მაგალითს მოუყვან ამ იდიოტებს პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით რომ მაგალითად აზერბაიჯანში არის 26 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სასომხეთში 24 ჩვენთან 19-ია და უნდა დაიყვანონ 2-ზე იმიტომ რომ შენობები უნდა გაყიდონ კიდე კაი ღმერთი არ აშვება და აგერ იქ იმ არაბული იმების დაბომბვა დაიწყო და პროცესი გარკვეულად შეჩერდა ალბათ ღმერთმა არინება რომ ქართული მიწა-წყალზე ვიღაცა ურჯულო შემოვიდეს ეს ხო არის თან ერთგვარად ბატონო ვაჟა იმისი აი ეს არის ერთგვარად კი არა პირდაპირ რო იყო რა თქო ქვეყნის ღალატი ლიანა ტექნიკური უნივერსიტეტი გაუქმება ჰქონდათ ხო გამოცხადებული ფაქტიურად რაც მაშინ იყო კიდე კარგი შეცვალეს ეს გადაწყვეტილება ეხლა ნელი სიკვდილით არის ჩვენ ესე იგი არც გვაქვს და არც გვჭირდება არც მომავალში ვაპირებთ ამ მიმართულებრივით არაფრის გაკეთებას თორე მართლაც აი ხა თანამედროვე 21 საუკუნეში ტექნიკური უნივერსიტეტის ამხელა ტრადიცია, ამხელა ბაზა ჰქონდეს ქვეყანას და თავისი ხელი ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფო მიდიოდეს რომ მოდი ახალი დარგები დავამატო, განვავითარო თუ რაღაცა არ მოწონს და ბევრი რამე დაფინანსება მე ამის ნაცვლად აუქმებს. ესე იგი, ეს ხო არის უკვე იმისი თქმა რომ ჩვენ მომავალშიც არ გვექნება ამ ხრივ არაფერი სიკეთე, ხო? თენგო ჩემი ხელმძღვანელი იყო პირველ კათედრაზე ეს იყო მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა ცნობილი მეცნიერი საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი ბატონი კოჩაჩოგოვაძე ღმერთმა ათელში ამყოფოს ეს დიდი პიროვნება მან საფუძველი ჩაუყარა ინფორმატიზაცია საქართველოში და მთელი ეს ამბავი და ისი მეგობარი ჩემი ხელმძღვანელი ასევე ბატონი საურყრუაშვილი აკადემიკოსი აი ამ ხალხმა რაც იმ დროს გააკეთა საქართველოში
იმ პროცესის დაანგრევა და გაუბედურება როგორ შეიძლება, როდესაც დღეს ლაპარაკი მიდის ხელოვნურ ინტელექტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონმა გოჩა ჩაგოვაძემ ჯერ კიდევ 2003 წელს 3 ენაზე თუ 4 ენაზე გამოვიდა წიგნი ქართული ვერსიის რედაქტორი მე ვარ ინფოგნაცია. ეს ფრანგულადაც არის, რუსულადაც არის, ინგლისურადაც არის. სადაც წერს რომ პატარა ქვეყნებმა თავისი განათლების სისტემა, თავის კულტურა უნდა შეინარჩუნონ, რომ იდენტობა არ დაკარგონ. ჩვენ ამას ვანადგურებთ ახლა? პირიქით დაფინანსება უნდა გაზარდოს და ერთხელ გადაცემაში მყავდა ობიექტივზე ბატონი გოჩა ახალი ჩამოსულია იუნესკოს გენდირექტორის მოადგილე. და შევეკითხე რამხელა მეთქი დაფინანსება საფრანგეთის. თუ საფრანგეთში პარიზში ცხოვრობდა 40 წლამდე. 168 მილიარდი ევრო მითხრა. აი ციფრი ზუსტად მახსოვს. 160 ეს არის ალბათ 2015-2016 წლები. ეხლა ბევრად მეტი იქნება. 168 და გამიკვირდა ესე იგი რიდავაღერა და თვით შეიარაღებაზეც კი რამდენიმე მილიარდით მეტი დაფინანსება განათლებას. იმიტომ რომ თუ ამ კუთხით ახალი ტექნოლოგიების კუთხით, ინოვაციების კუთხით არ განვითარდა, ის შენ ავტომატით ის ვერ დაგიცავს. აი ეს იყო გონიერი კაცის გონიერ პროცესის ზუსტი ანალიზი. და ჩვენ იმის მაგივრად რომ თუნდაც იგივე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასო გავხადოთ სწავლა. უფასო. ის კი არა მასობრივად მიიღო ყველა ეს ეროვნული გამოცდები როა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა იყოს უფასო. პროფესორ მასწავლებელთა ხელფასი უნდა იყოს მაღალი, რომ იმან გაზარდოს დოქტორანტი და ასევე სამეცნიერო პოტენციალი ფაქტიურად ჩაკეტილი. ახლა გამოდის თქვა კობახიძე და მიქანაძემ თქვენს რომ აი უფასო იქნება მაგისტრატურა, ბაკალავრიატი რაღაცა. თან ამ დროს ამცირებენ წლებს რომ დაითხოვონ პროფესორ მასწავლებელი, ესე იგი მაგისტრატურა 2 წლიდან 1 წელზე დავიდა, ბაკალავრიატი 4 წლიდან 3 წელზე დავიდა. ეს ხო საათების შემცირებაა, ხო? რამდენი ხალხი გაიყრება გარეთ, არა? წარმოიდგინეთ, რამდენი ისევე როგორც სკოლაში 12 წლიანის შეამცირეს იქ, ხო? ანუ მასწავლებლებს აკლებს საათს, ხო? და მასწავლებლები უნდა გააყარო. ანუ შენ გეგმაში გაქვს 80% უნდა შეამცირო პედაგოგ მასწავლებლების. აი ამ პროცესით, თუ ეს ამათ გააშლიგინეს, ბოლომდე გაიტანეს, ჩათვალეთ, რომ მთლიანად ჩვენი ეროვნული განათლების სისტემა დაინგრევა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დოქტორანტურა იყოს უფასო, ან სიმბოლური ფასი იყოს გადასახდელი. გაუზარდეს დოქტორანტებს გადასახადი, ხო? მე არ ვამბობ, რომ მასიური იყოს დოქტორანტურები, მაგრამ უმკაცრესად იყოს ის სამეცნიერო შრომაზე კი არ იყოს ჩათვლა, რომ გავიდეს დისერტაციის დაცვაზე. იყოს 10 სამეცნიერო შრომა იმ 3 წლის განმავლობაში. მაგრამ დოქტორანტურა იყოს უფასო, იმიტომ რომ ვინც ნიჭიერია, ხო? ესე იგი, შენ გლეხის შვილს, უბრალო მუშის შვილს არ აძლევ უფლებას, რომ დოქტორანტურაში უნიჭიერესიც რო იყოს და ივანე ჯავახიშვილი იყოს და კორნელი კეკელიძე, ხო? არ აძლევს საშუალებას და ნიკო მუსხელიშვილი არ აძლევს საშუალებას, რომ სამეცნიერო კუთხით გაიზარდოს, არა? და სადოქტორო დაიცვას. გესმით, აი ეს პროცესები ელიტარული ხდება მხოლოდ. ხო, ელიტარული ხდება და ელიტარული ამ პატარა ქვეყანაში 3 მილიონი ქართველი აღარ არის. ესე იგი, მარტო ივანიშვილის, კობახიძეების და აი მის პაპუაშვილების შვილები უნდა იყვნენ და დანარჩენები მონებად უნდა ემსახურებოდნენ ამათ. რატო იყოს უფასო დოქტორანტურა, მაგრამ უმკაცრესი კონტროლით მიიღე, ვისაც აქვს სამეცნიერო მუშაობისაგან მისწრაფება. იმ დღეს მოხსენება იყო, მე ვარ მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა კომისიის წევრი და მოხსენება იყო. კომუნისტების დროს, აი 90-იან წლებში საქართველოში იყო 70,000-დან 80,000-მდე მეცნიერ მუშაკი, მკვლევარი. დღეს არის სადღაც 5,000 და ბატონი როინმეტრებელმა თქვა, რომ მაგნეტის არ იქნება, შეიძლება იყოს 3,500. გესმით ხალხო, ეს რა დაცემაა უკვე ერისა? ანუ ინტელექტუალური განათლების კუთხით ერის დაცემის პროცესს უყურებთ ჩვენ და იმის მაგივრად, რომ ესე იგი
ხელი შეუწყოთ განათლების სისტემის აღორძინებას, უფასო გავხადოთ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, უფასო გავხადოთ დოქტორანტურა, მაგრამ მიღება იყოს უმკაცრეს, კი ბატონო, კერძო ხوارი უმაღლესი სასწავლებლები, წავიდეს იქ გადაიხადოს ფული, როგორც უნდა ისწავლოს. მაგრამ სახელმწიფო იმიტომ ქვია, რომ ის უნდა იყოს უფასო. საიდან ბატონო და 16,000-ები რო გაიხადეთ ჯამაგირებია რა და თვითონ იმას რა ქვია პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს და იმას რო დაათრევენ 50 კაციან დაცვას მოხსენით ეს ყველაფერი ბატონებო და თქვენი მოკლა რო უნდათ რა თუნდათ ეხლა ვიღაცა გამოგცეო კოსმოსიდან ხოცავე ხალხს ხო უყურებთ რა თქვენი ცოცხლე ჩარათურის რა თუნდა გინდა გიცოცხლე კიდე არა ვისრად მიაჩნი ხართ არა ხო და არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით და ეს ხარჯები რაც არის ხო მოახმარეთ განათლებას მოახმარეთ რომ მომავალი თაობა იყოს მოდის ნიჭიერი თაობა და საშუალება არ აქვს რომ ისწავლოს პერსპექტივა არ აქვს რომ დაამთავრებს სადღაც იმუშავებს ამასაც უსპობ ყველაფერს იმის მაგივრად რომ ეროვნული წარმოება აღორძინო ეროვნული სოფლის მეურნეობა აღორძინო ყველაფერი ეროვნულ სპობ არა აი ჩვენ ვილაპარაკეთ ართულებენ იმას რომ ადამიანს საქმის კეთება თუ გინდა ესე იგი არაფერი ესე იგი დაგახჩობენ პატარა მცირე ბიზნეს თუ მათ კლანში არ ახარ ხო და ძირითადად რა ხდება ახლა ეროვნულ წარმოებას არ აღორძინებენ იმიტომ რომ ამათ ყველას აქ თავისი ეგრეთ წოდებული კრიშა უცხოეთიდან შემოაქვს ზოგსარეცხის ფხნელი, ზოგს ქათმის ბარკლები, ზოგს კვერცხი, ზოგს რაღაც კონსერვები, ზოგს რაღაც სათამაშოები. მე თავიანთ პარლამენტში განიხილავენ როგორ გავაიაფონ. როგორ გააიაფონ? მე და ყიდიან, თქვა იქ რო ყიდულებენ $2 აქ ყიდიან $10. და აგერ თურმე ქართველი 10 მილიარდელი ყავს ამ ღარიბ ქვეყანაში 150 კაციდან 60 კაცამდე მილიონერი ზის პარლამენტში ხო? უბედურო ქართველო ერო ამ ხელისუფლების ხელში. ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა, რომელსაც თავით ეჯახება ჩვენი ქართველი კაცი და იმის მაგივრად რომ ეროვნული წარმოებით აღორძინებულიყო ქვეყანა, ეროვნული სოფლის მეურნეობით ნორმალური პროდუქტი გვეჭამა და არა კანცეროგენული შხამებით გაჯერებული და უამრავი დაავადება ტრიალებს ჩვენ გარშემო და უკვე ეს დაავადებები ბავშვებშიც არის. ის კი არა რომ თქვათ მოხუცებული ადამიანი ავადდება. არამედ ბავშვებში უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო ონკოლოგიურმა დაავადებებმა, შაქრის დიაბეტმა და ასეთმა დაავადებებმა. გულსისხლძარღვთა დაავადებებმა. იმიტომ რომ ნახეთ კვების პროდუქტები. ძირითადად ვართ დამოკიდებული უცხოურ ბაზარზეა რა. და ძირითადად ეს ბაზარი კიდე არის აზიური ბაზარი. ხო და რა შემოდის ვინ აკონტროლებს გაუწყის. როცა ჩვენ მადლიან მიწაწყალზე მოყვანილ პროდუქტს სხვა გემოაქვს რა. და აი ამ უბედურებაშია ქვეყანა ჩავარდნილი და ეს ყველა თავისი ბიზნესია. კუპი პრადაი რუსულად რო თქვა. ჩემო აქვს თურქეთიდან რაღაცა ისა $1 აქ ყიდი $100. ისევე როგორც ფარმაციაში ხო? წამლების მაფია, აგერის კურტანიძე თუ ის მილიარდელია ხო? ეხლა როგორ ფიქრობთ ესე აი ამ პატარა ქვეყანაში ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს, მაგრამ ქვეყანა აღორძინე რა. ანუ გაუჭირვეს ხალხს ცხოვრება. დიზელის საწვავი გააძვირეს, ის გააძვირეს, ეს გააძვირეს, ის შხამქიმიკატები გაძვირდა, სასუქი გაძვირდა, ეს გაძვირდა. რა ქნა საწყალმა გლეხმა. იმიტომ იცლება ეს სოფლები არა? არა ეს ხო ისედაც აი თვალსაჩინო არის რომ ქვეყანაში სადაც წამალი გახდა ყველაზე უფრო არ ვიცი აი ფუფუნების საგანია თითქმის უკვე მედიკამენტი და ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება ადამიანისთვის აი იმ ქვეყანაში ვინც ამ წამლებს აწარმოებს ისინი ხდებიან მარტო მილიარდერები და ეხლა აი ეს ხო არის სიმპტომი მე გეტყვით რა ვალერიანის კაპლი ხო ვალერიანის კაპლი კომუნისტების დროს ღირდა 15 კაპიკი თუ რაღაც 10 კაპიკი დღეს ღირს ესე იგი რა ვიცი გონი 2.5 რა კორვალული და ისა რა ელემენტარულზე ვამბობ არ ვამბობ ეხლა რაღაც ისე ფანტასტიკურ წამლებზე რა არის ეხლა ეს რა ვიცი ეგ მაინც სცენარეული არის ანუ ჩვენ ვართ კოლონიალური ქვეყანა რომელსაც ყავს
როგორც კუბას ყავდა ბატისტას რეჟიმი, სულ გაყიდული, სულ წაწმენდილი ხელისუფლება, რომელსაც ფეხებზე კიდია ქართველი ხალხი, რომელსაც არ აინტერესებს ქართველი ხალხის მომავალი, მისი დემოგრაფიული ვითარება, რა დემოგრაფიული ვითარება უნდა გაინტერესებდეს. თბილისს დააკვირდით, ესე იგი 40 სართულიანი სახლებით რო გავისო. ქართველობა გაწყდა და ამ სახლებს ვისთვის აშენებ კალაძე, მაინტერესებს. ანუ თლიანად სახელისუფლებო ბანდა ასრულებს უცხოელი ბოროტი ძალების დაკვეთას. და მე ვისურვებდი ისე უბრუნდები იმას, რითაც დავიწყეთ, რომ მოვა ახალი პატრიარქი, ხო? ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ იყოს ისეთივე ეროვნული, აქტიური და შეუმცდარი, როგორიც იყო ილია მეორე, კათოლიკოს პატრიარქი. იმიტომ გამოვიდა ამდენი ხალხი, რომ მისი დიდი ნუგეშის, მისი დიდი სიკეთის აურის შედეგი იყო ეს და ამ ქვეყნად არავინ არ რჩება, იმის არ იყოს ალექსანდრე მაკედონელმა, რომ დამკრძალავთო ხელები მაღლა დამაჭერნეთ და აინახოს ხალხმა, რომ იმ ქვეყნად არაფერი მიმაქო. იმ მილიარდელებსაც ვეუბნები, რომ იმ ქვეყნად ვერაფერს ვერ წაიღებთ. სიკეთე ქენით საქართველოსთვის, ამ ღვთივკურთხეული ქართველი ერისთვის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის. ნუ გაღორდებით ხელისუფალო საქართველო სხვა ქვეყანა, საქართველო არის მისტერიული ქვეყანა, სადაც აუცილებელია, რომ ერი ჩვენი ვეფხის ტყაოსნის შემქმნელი ერი, მრავალჟამიერი შემქმნელი ერი, გრემის სვეტიცხოვლის ამშენებელი ერი მარადიულად არსებობდეს. და თქვენ არ გაპატიებთ არც დედა ღვთისმშობელი, არც იესო ქრისტე იმ ღალატს, იმ ავკაცობას, რასაც ქართველი ერის წინაშე ჩადიხართ. ეს დაიმახსოვრეთ. აი ბრძენ პატრიარქს, უკეთილშობილეს ტკბილ პატრიარქს მილიონზე მეტი ადამიანი იმიტომ აცილებდა, რომ მთელი თავისი 93 ხანგრძლივი სიცოცხლის წელიწადი სწორედ ქართველი ერის მსახურებას შეალია. უცოდველი არავინ არ არის, მაგრამ ქართველ ერს ემსახურა და როგორ თქვა რა, რაც შევძელი ყველაფერი, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთეო. ამიტომაც ერისთვის იზრუნეთ და არა საკუთარი ჯიბეების გასასქელებლად. ოხრად დაგჭებათ ეგ ჩინმენდლებიც, ეგ დოლარებიც და ეგ ევროებიც. გახსოვდეთ, რომ უფალი მაღალია და უფალი ყველაფერს ხედავს. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა, მადლობას გადაგიხდით. მადლობა მოწვევით.